ისტორიული შენობის ახალი მფლობელი კომპანია შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია, რომლის დირექტორიც კახაბერ კობა ივანოვია, როგორც ირკვევა და ასევე ექსპერტებიც ამბობენ, აღნიშნული ბიზნესმენი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია და სწორედ ამ ბიზნესმენმა შეიძინა აღნიშნული შენობა აუქციონის წესით 35 დაახლოებით 35 მილიონ ლარად. ჯერჯერობით უცნობია თუ ბიზნესმენი რა პროექტის განხორციელებას აპირებს აღნიშნულ შენობაში, არც პროექტის შესახებ ვიცით რაიმე და არც იმის შესახებ არ არის ცნობილი. აღნიშნული შენობა შეინარჩუნებს მის სახეს თუ დაინგრევა და მის ნაცვლად სხვა სახის შენობა იფუნქციონირებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის ის, რომ დასავლეთს, ნატოს, ევროკავშირს მაქსიმალურად ჩამოშორდეს, შორს წავიდეს და სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო იმის საფუძველი, რომ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი გასულ წელს გაუქმდა. ეს შენობა უკვე გაყიდული არის აუქციონის წესით, შესაბამისად წესით მალე უნდა გავრცელდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავი არის ისიც, რომ აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის ცოდნა თუ რა უნდა იფუნქციონიროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ნაცვლად. სახელმწიფო პოლიტიკა არის, რომ ევროკავშირს და ნატოს ჩამოშორდეს საქართველოს და შესაბამისად, როდესაც ნატოს ჩამოშორდები არ ჭირდება ოფისი. იმიტომ რომ არანაირი მიმართულებებით ამ მიმართულებით არ მიდის მუშაობა. ხო ეს იყო საინფორმაციო ცენტრი, ეს ოფისი იყიდა კახა კალაძესთან დაახლოებულმა ბიზნესმა. ეს შესაბამისად ეხლა შეიფუთება, რომ იმაზე ძვირად გაიყიდა, ვიდრე ამას სახელმწიფო ვარაუდობდა, გამოტანილი იყო აუქციონზე, რა თქმა უნდა, იმაზე მეტად გაყიდეს, რამდენადაც უნდა გაიყიდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ ფული აქვს ისევ ქართულ ოცნებას და ამ ოფისში იმაზე მეტ თანხას იშოვის, რამდენიც გადაიხადა, ხო ძალიან მარტივი არის, ფიზიკურად საქართველოში უკვე აღარ დარჩა ბიზნესმენი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არ არის დაახლოებული და შეძლებს ამ ქონების შესყიდვას. ეს არ არის უბრალოდ უძრავი ქონების პრივატიზაცია, ეს არის სიმბოლური ცვლილება საქართველოს ევროპული განვითარების იდეას ანაცვლებს ფინანსური და კომერციული ინტერესები. ამ ფინანსური და კომერციული ინტერესების უკან, როგორც ყოველთვის დგანან ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები. ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდება კონკრეტული ჩინოვნიკების ან ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსური ინტერესები და საქართველოს დაკარგავს იმ ისტორიულ მეხსიერებას, იმ უმნიშვნელოვანეს მოცემულობას. ამ შემთხვევაში ეს შენობა ისტორიულ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსაც წარმოადგენს და ისევ ფინანსური და კომერციული ინტერესები შეჭამს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს. ამბობენ, რომ ქვეყანაში ყველა ძვირად ღირებული შესყიდვის ავტორი არის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვინაიდან სწორედ ქართულმა ოცნებამ სხვა გზა აღარ დაუტოვა ბიზნესმენებს და ის ადამიანები, რომლებიც ძვირად ღირებულ შესყიდვებს აწარმოებენ, სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული წევრები არიან. ახლა ბუნებრივია მთავარი კითხვა ისმის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კერძო ბიზნესმენი და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ნაცვლად რა შენობა იფუნქციონირებს.